ფაქტობრივად ჩემ ტვინს ვუყურებ, აი ვზივარ სავარძელში და წინ მაქვს ჩემი ტვინი და ეს უკვე მაძლევს ერთგვარ შვებას. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში იქ პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ აი როდესაც პაციენტს აქვს რაღაც პრობლემა. აი შენ ტვინს უყურებ დამკვირვებლის თვალით და შენ უკვე იაზრებ, რომ ეს შენ კი არ გჭირს, შენ ტვინს ჭირს. შენმა ტვინმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ აი ესე გაფუნქციონიროს შენ. და ეს უკვე იმხელა შვებაა, რომ მე კი არ ვარ ავად. ჩემ ტვინში ხდება რაღაცა, რომლის მართვაც თურმე შეიძლება. აი ამ მეთოდის დახმარებით. ამას შეიძლება დავარქვათ ტვინის სარკეში ჩახედება. და არა მარტო ტვინის და ფსიქიკის სარკეში ჩახედება. კვლევა, რომელიც შენ ჩაგიტარდა სალომე, ეს იყო რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამა, ტვინის სკანირება, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ შენი ტვინის ელექტროფიზიოლოგიური პროცესი, რამდენად ნორმის ფარგლებშია, ან რამდენად ცდება ნორმის ფარგლებს. ტვინში ნეირონებს შორის გამომუშავდება ელექტრული ტალღები, ნეირომეცნიერებაში დახარისხებულია აი ამ ტალღების სიხშირეები, ჰერცების მიხედვით არის დელტა, ზეტა, ალფა, ბეტა, გამა ტალღები და იმის დამიხედვით თუ რომელ უბანზე ვსაუბრობთ, რომელი უბნის ფუნქციონირებას ვიკვლევთ, ჩვენ ვიცით რა ნორმას შევატაროთ ამ უბანში გამომუშავებული ტალღები და ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა მენტალური პრობლემა შეიძლება გქონდეთ, ან შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე სიხშირე თქვენს ტვინის რომელიმე უბანში.